დილამშვიდობა მეგობრებო. დღეს არის 4 დეკემბერი და ეხლა არის 10:20 წუთია უკვე. ეხლა სანამ ლაივს ჩართავდი, ჩავიწერე ისე უბრალოდ ვიდეო გამიგეთ და გეტყვით ეხლა რატო ვიწერ ამ ლაივსაც კიდე. ეს უკვე მესამე წრეა მე ვარტყამ წრეს და მეცად ეხლა შემოbrუნდები და განახეთ. აგეროთ. აი ამ წამს გააღეს. ესე იგი წელს ვარტყამდი გაუღიათ უკვე. ესე იგი 10:20 წუთზე გააღეს ეკლესია. მანამდე ეხლა ხალხი იდგა გარეთ. ამაზე მე ცალკე ვიდეო მაქვს დადებული, როგორც გახსოვთ მუხტარსები ორი ნაწილი იყო. ხო, ესე იგი ხმერს ძინავს. პახმელიაზე. ხარჯოზე იყო ბატონო გასული. ხო? და როცა მოისის მაშინ გააღები. დანარჩენი დგას, როგორც მაღაზიაში დგას, ხალხი სამგარად გაიღება და რიგში დგან, აი ესე იდგნენ აგერ. ეხლა მესამე პირველ წელს დავარტყი, დაკეტილი იყო. 10:05 წუთი იყო. მეორე წელს დავარტყი. მაშინ უკვე ჩავწერე, მაგრამ ჩავწერე იმისათვის, ტელეფონში ჩავიწერე და მესამეზე ეხლა იქიდან რომ მოვიდოდი, ისევ დაკეტილი წელს დავარტყი, უკვე გავუგიათ. 10:20 წუთზე გაიღო ეკლესია. ეს კი არა და რუისურმლიში რომ მივედი დღის პირველის ნახევარზე ცოლ-შვილი მინდოდა შემეყვანა და დაკეტილი რომ დავინახე და მე იქვე მდგომს რომ მკითხე რატოა დაკეტილი ვთქვი რა იცი დაკეტა და წავიდა აი მაღაზია დაკეტა და წავიდა დღის პირველის ნახევარზე აი ესე უპრაგონო თავის გემოზე კეტავენ აღებენ ხო და გამოსგვა ეს სხვის მასაკიდე გას გაჭირებული და მარტო იქ ელოდება ღმერთს მარტო იქ არის ღმერთი მოკლედ მეტი არცად არა აი შეიძლება ამ ეს არის აი ეს მრევლოზავრი არის ყველაზე დიდი სექტა რაოდენობით ყველაზე დიდი სექტა სექტები ბევრია საქართველოშიც ბევრია მაგრამ აი ეს მრევლოზავრი არის კონკრეტულად ძალიან დიდი მასა რომელიც ყველა სახსაშია ძვალსა და რბილშია გამჯდარი მოკლედ ყველგან ოჯახის წევრებიდან დაწყებული მეზობელი ნათესავი და ასე შემდეგ ამას რა შემოატრიალებს რა გააგებინებს რომ ღმერთი შენშია და ნუ არ ეძებს სხვაგან და მამა კიდე ორი ყავს ერთი ფიზიკური და მეორე ღმერთი სულიერი და მესამე მამა არ არსებობს და ან ყველა მამავს ეძახიან ანაფორიანებს და წვერებიანს ხელზე კოსი და ამბორი თანაც რომელიც არის ურიული წესი ხო რა შეიძლება არის რაღაც უნდა მოხდეს აი დილის ფანტანი კიდე გვაქვს რა შეიძლება არ ვიცით აი მეორე მოსვას ეძახი და იქნება იმაგიშოს მეურვესო რა გონია ჩვენ და დაემხობა ყველაფერი თავზე თუმცა ეს ბოლჯერ მომხდარა ჩვენს ისტორიაში ნუ არავის არ ახსოვს ოღონდ ისტორია გადაწერილი გვაქვს ყველაფერი გადაწერილი გადმოწერილი და უცებ აღმოჩნდით სხვა სამყაროში აი ესე მოხდება ეხლა კიდე ეხლა რა 2030 შემდეგ გადატვირთვა მოხდება კაცობრიობის და აღმოჩნდებით სხვა ეპოქაში ვინიცის რა ჩაგვი ტენიან ტვინში ხოდა მარჩება ეს შენი ის რა ქვია აბდაუბდა მოკლედ ამას ქრისტე კი არა 10 ქრისტე არ აყო აი ამ ხალხის ტვინის შემოვლებას 10 ქრისტე რატო არ აყოფა იმიტომ რომ 10-ს მოკლავენ
მეგობრებო, მოკლედ ძალიან ბევრი მაქვს ახალწლამდე სათქმელი სანახავი თქვენთვის. მაგრამ კარგით, ეხლა დღეს საღამოს დაელოდეთ 8 საათზე, როგორც გითხარით 75 ნაწილს, რომელიც იქნება ჩამკეტი 62, 63 და 64 ვიდეოს შინაარსობრივ. შემდეგ დაიდება კიდევ სულ სხვა სენსაციური მასალა. ღმერთმა დაალაგოს ეს ქვეყანა, რაც ალბათონო მირანდა. ღმერთი არაფერს არ დაგვილაგებს, ღმერთმა რაც დაგვილაგა და რაც მოგცა, იმის მეტი რატომ და როგორ რუსულად პრიბირაცა ზანამი. ანუ ჩვენ მოვსვარო და მე ღმერთმა წმინდოს და მე ღმერთი კიდე დაგვილაგებს, ბორკას გავიკეთებს. რატო კაცო, რატო ფიქრობთ ასე ხალხი? შეეშვით, ეს არის მონური აზროვნება, რომ ღმერთი ყველაფერს გაასწორებს და ალაგებს და ჩვენ უცებ ისეთ ხალხს, რომელიც და მასას, რომელიც არაფრიში არ ვარგივართ. ღმერთს კი არა, საერთოდ არავის არ ვარგივართ არაფრიში, ხო? აგვშვამს ასე და ჩავშვან 64-ში. ეს არის მონური აზროვნება, ხალბატონო მირა ძალიან გთხოვთ. დიდი პატივისცემით თქვენდამი, მაგრამ ეს არის მონური აზროვნება, ამაზე ყოველთვის მე მქონდა რეაგირება და გვიждდებოდი და ხმამაღლა ვამბობდი, რომ ღმერთი გაპატიოს, ღმერთი ყველაფერს მოკლედ გაასწორებს, ღმერთი ყველაფერს დაალაგებს და მე ჩვენ შემოვიყვანს აქ ზალაში, გაშლის სუფრაში. არ არის ხალხო, ეს არის მონური აზროვნება, დაანებით ამაზე ფიქს თავი. არავინ თქვენს გამო, არავინ თიც არ გააძე, მით უმეტეს ღმერთი. ღმერთმა რაც მოგცა, არ შევიშვენე და მე რატომ უნდა მოგცეს მეღორედ, მესამედ, მეოთხედ? რატო ხალხო, რატო? დაანებით ამაზე და აი ეს რო შეგვაშვიეს, რომ ღმერთი ყველაფერს გავიკეთებს, ღმერთი ყველაფერს აი პასუხს გასცემს და არ არის ეს ხალხო, ეს არის აი ვისაც ჭირია, რომ ისე ვიაზრონო ჩვენ და ესე დავიშტამპოთ, გომორძგო. დავიშტამპო და მივანდოთ იქ ვიღაცას უხილავს. გამიგე, სხვათა შორის ახლა გავჩერდი. ეს ხო ხედავთ როცა აკაკი ჭანტურიას აი ეს გაუკეთებია, ნახეთ ახლა განახეთ მეთქე. აგერ არის ნიკო დადიანის შესასვლელი. სასახლის შესასვლელი. იქით არის ქეიცით ვიც არის. ეს არის ლევან დავით დადიანის. ეკატერინე ჭაჭოვაძე ახსოვს ყველას თუ არა დავით დადიანი ვის ახსოვს. ხო, ეხლა მე ის თქმა მინდა ბიჭო, აქ რო გავდიოდი ყოველთვის მეგონა ეს შალვა დადიანია მეთქი, იმიტომ რომ ვიზუალურად იმას გავს. ნახეთ კიდე. ხოდა, ნუ აი ეხლა შალვა დადიანის თეატრი გვაქვს აქ და თეატრი და ერთ ამბავ რაღაცა და ასეც ის არის მეთქი, რომ რაშუაში ყო აქ შალვა დადიანი, მაგრამ კაი. ეს ნიკო დადიანის სასახლეა, ის დავითი და იმის ეკატერინეს, ხო? და ერთი რო ვკითხო აი ამ გამოთაყვანებულებს აქ სამეგრელოში ზუგდიდში რო არიან, ან აი ამ აქაურებს ერთი ამათმა კიდე რომ მოითხოვო რა, მაგრამ მაგათ წვიში ყო არ შედის უკვე ისეა გაბჟუტუნებული. ბიჭო, დავით დადიანის ძეგლი რატო არ არის ერთი? ან თვითონ თავის სასახლეში არ არის ეს ისე გაკეთებული და აი აქ ესე იგი აქ გავკეთები ნიკო დადიანი კიდე რო გაიკეთებინათ კიდე რაღაცა გავკეთე ჭანტურიასი, აკაკი ჭანტურიასი, რომელმაც გადაარჩინა ეს სახლ-მუზეუმი კომუნისტების მოსვლის დროს და იმისთვის გავკეთებიათ, რომელიც აი დგას პატარა ძეგლია დადგმული იქ სკამზეზის ბევრ შემოსულს გახსოვდა. ეს არის აკაკი ჭანტურიასი. და არც დავით დადიანის, არც ლევან დადიანის არც ერთი არ არის დადგმული. შეერჩა მხოლოდ დადიანების სასახლე, დადიანების სასახლე მოვრჩა. არც ბაღშია, ბოტანიკურ ბაღშია, არცსა, ბიჭო, რა დაგიშავად იმ კაცმა. დავით დადიანს ბიბლიოთეკა არ ქონდა, მთელი მსოფლიო და მოგროვილი, მთელ საქართველოს კი, მთელ კავკასიაში არ იყო ისეთი. მე ლია ჭაჭოვანი წაათრია, ბატონო, ხუთი ვისა ორემი თბილისში წაიყო ყველაფერი და აქეთ არ დაბრუნდა არც ერთი. გამიგეთ? მაგაზი უფრო განათლებული კაცი და ყველაფერი.
ან ლევან დადიანი, რომელიც ყოველთვე ურმით აგზავნიდა ისრაელში ჯვრის მონასტერში ეკლესიის შესანარჩუნებლად და ერთი ამბავი ასეთ ხალხი ძეგლი არ დგას და გამოფენარი იყო მაშინ ეკატერინე ჭაჭველაძე იყო 3 მეტრიანი მით გამოჭიმული და გვერდში ედგა ნაპოლეონის სურათი. მე ვთქვი ნაპოლეონი ხარ იყო ამას მეუღლე კაც. სად არის დადიანი? ხო, მართალი ხარ ის იყო პასუხი. უნდა ჩამეხებში ხარ თავში ამათვის ყველა. აი ესეთი იდიოტიზმში ცხოვრობ და ესეთ ერთი გვიშვებს, არ გვიშვერის ხალხ, არაფერსაც არ გვიშვერის. ამორიცხეთ და დაანებოთ მაგაზე ფიქს თავიგეთ. შენ მოგცა ღმერთმა თავისუფლება და შენ უნდა იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის. აი ეს არის და ეს. ყოველთვის სხვას ველოდები და ვიღაცა უჩინარი გადაგვარჩენს. ამინ წავიდა უკვე 2000 წელი და 2000 წელი გავიდა და არც ქრისტე მოვიდა და არც არავინ. არც ლიფტით ჩამოსვლა, გაფუჭდა ლიფტი ზემოდან ღრუბლებიდან. ხო და მანტიორს ელოდებიან 2000 წელიწად. აღარ ჩამოდის უკვე. და აბა კარგად, მოვა შეხედა.